კითხვას შალვა გისმენთ აი ამ ყველაფრის შემდეგ მე მიკვირს ჩვენ რაზე ვლაპარაკობთ ის რომ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ადამიანის აზრით მე ვარ ცუდი ადამიანი ფულზე გაყიდული და დოლარების მონა თუ იმ თემაზე რაც დღეს ყველას აღელვებს ეს არის თქვენ შეგიძლიათ ისაუბროთ იმაზე რაც მე მგონი რომ ეს საინტერესო არ არის ეს არის აბსურდი თავიდან ბოლომდე არა შალვა ნახეთ რა ხდება უნდა გენდოთ თუ არ უნდა გენდოთ აი ამაზეა საუბარი ასე დასაკითხი რუსთავის დირექტორმა არც შენ არც ელისო კილაძე არც ბუნებრივია ჩვენ ადამიანები ისმენენ ინფორმაცია მივაწოდოთ მე ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები და მომხრეები არამც თუ არ მენდობიან, არამედ ანათემაზე გადამცეს უკვე და ასეთია ქალბატონი ელისოც, რომელიც არ უარყოფს იმას, რომ არის ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი. ამ თემას მე ვამთავრებ ქალბატონ ელისოსთან. არც დებატებში შევალ და საერთოდ ამ აბსურდზე კომენტარს არ ერთადერთი ვიდრე დავამთავრებთ ადასტურებს თუ არა ასეთი რამ მოხდა. რა კი გითხარი რომ ამ აბსურდზე კომენტარს არ გავაკეთებ? ეს არის ესე იგი მოუყვე, როგორ უნდა დავადასტურო რომ მოხდა, ხო? ცხადია, ხო? კაი ბატონო, გადავიდეთ თემაზე, რომელიც მეც ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესოა. ამიტომ მოდით ამ მაიმუნობას თუ გავწდებით, ანუ სამდურაკის პრინციპით მიპასუხეს, ანუ ის თქვეს რომ ცუდო კაცო დოლარებზე გაყიდულო და არსებითად არ მითხრეს, არ მიპასუხეს, არ გამცეს, ასე ვთქვათ, პასუხი კითხვაზე. რაც შეეხება ნოტარიუსის თემას, ძალიან საინტერესო თემაა. შეთქმულების თეორია უყვარს ნაციონალური მოძრაობის ტელევიზიას და ეს გასაგებია, იმიტომ რომ ამ მეთოდს ძალიან ხშირად მიმართავენ პროპაგანდისტულ ომში ჩართული ტელევიზიები. ნოტარიუსი არ არის ერთი, ნოტარიუსი არის ორი. ორ ნოტარიუსთან, ორ სხვადასხვა ნოტარიუსთან. ერთი არის ხოფერია, რომელზეც თქვა ქალბატონ მეილისონ რომ ის არის წულუკიანის რეკომენდაციით, პირადი რეკომენდაციით. მეორე ნოტარიუსთან ვიყავით ჩვენ გადაღებაზე, ყავდა ჯგუფი და მეორე ნოტარიუსთან ინახება არა მარტო ის დოკუმენტები, რომელზეც იყო საუბარი, არამედ მეხსიერების ბარათი, სადაც არის მთელი ველი. მე ის ველი ვერ გავხსენი, როცა ამ ბატონმა კალაძემ, ბესო კალაძემ მაჩვენა, იმიტომ ეს არის სპეციფიური ფაილი, რომელსაც პროგრამა თუ არა გაქვს, ვერ გახსნის, მაგრამ ეს ფაილი ძვირფასო ჯიჯი არსებობს და ამ ფაილს ჩვენ არ გავხსნით, მე არ მინდა რომ გაიხსნას ეს ფაილი, სანამ ვინმე კომპეტენტური ადამიანი არ ჩახედავს. მოდით, აი მაყურებელმა, რიგითმა ჩვენმა მაყურებელმა, რომელსაც საერთოდ სოციოლოგიასთან შეხება არ აქვს და მხოლოდ ის გაიგო ამ ყველაფერში, რომ ეს შეიძლება არ იყოს მართალი, აუხსენით, აი ეს ორი დოკუმენტი რას ნიშნავს, ნოტარიუსთან როგორ მოხდა, ნოტარიუსი და რუსთავი ორამდე რა გზა გაიარა. კაცი მოდის ჩემთან, შაბათ საღამოს უნდა გამოქვეყნდეს რუსთავი ორის მიერ, უნდა გამოქვეყნდეს გამოკითხვის შედეგები. კაცი მოდის ჩემთან, უბრალოდ მე მივდივარ ამ კაცთან და ვიღებ 4 შაბათს ჩემი გადაცემისთვის ამ კაცთან და მის მეგობრებთან. მე ვამბობ თავისუფალი ზონის წევრზე. ინტერვიუს და უცებ მეუნება რომ მას ვიღაც პირებმა, რომელსაც არ მისახელებს, მისცეს ორი დოკუმენტი. ერთ დოკუმენტში, ძვირფასო ტელემაყურებლებო, წერია ზუსტად ის ციფრები, რომელსაც გამოკიდებს რუსთავი 2 5 დღის შემდეგ. და მეორე დოკუმენტში წერია ნამდვილი ციფრები, რომელიც არის ნამდვილი, ხოლო რასაც რუსთავი 2 გამოკიდებს, იმ პროცენტებს არის გაყალბებული. ესე იგი, კიდევ ერთხელ ხსნი, 2 ფურცელია. ერთ ფურცელზე წერია ის ზუსტად მიათედის სიზუსტით, რასაც გამოკიდებს 5 დღის მერე რუსთავი 2 და რუსთავი 2 იძახის, რომ 1 დღით ადრე გაიგო ეს ყველაფერი. და მეორე ფურცელი არის, რაც ნამდვილად დათვალა გაუყალბებლად აი ეს რა ვიცით რომ ეს არის ნამდვილი არ ვიცით ჯერ არაფერი არ ვიცით ხო მე მეუნები ამ კაცს რომ ეხლა ამაზე სიუჟეტის გაკეთება და გახმოურება არ არის სწორი იმიტომ რომ ის შედეგები არ დადებულა მოდი მოვიცადოთ სანამ დაიდება რუსთავი 2 შედეგები თუ შე რა ფურცელსაც მაჩვენებ ანუ ხო იცი წინასწარ გაყალბებულს რამდენს დაძდებს რუსთავი 2 თუ დაემთხევა აი ამ ციფრებს ესე იგი შენ ქონია გარკვეული მტკიცებულება იმისა რომ ეს ყველაფერი გაყალბდა მაგრამ შენ კი არ უნდა შეინახო და მე კი არ უნდა აჩვენო იმიტომ რომ ყველა ამობეჭდავს ასე წაიღე ნოტარიუსთან ნოტარიუსი ბეჭდით და ხელმოწერით დაადასტურებს რომ 5 დღით ადრე შეინახა კონვერტში ორმა ნოტარიუსმა ქნა ეს და შესაბამისად თარიღთან თუ როდის ქონდა ეს საბუთი და ქაღალდი და როდის მაჩვენე პრობლემა არ იქნება გასაგებია ხო? ანუ ჩვენ რომ მივედით ნოტარიუსთან ვაჩვენეთ ეს 2 იმ დღეს 5 დღით ადრე დაბეჭდილი 2 საბუთი და აღმოჩნდა რომ 5 დღით ადრე ამ კაცმა მე მაჩვენა ზუსტად ის მონაცემები არის ეჭვი რომ გაყალბებული მონაცემები რომელიც დადო რუსთავი 2-მა ეთერში ეს არის ეჭვი ეს არანაირად არ არის მტკიცებულება მე სრული კომპეტენტურობით ვაცხადებ ის ისტერია რომელიც მოაწყეს შენს წინააღმდეგ რომ მე შალვანათლაშვილი ამბობდა რომ მე ვარ კრიმინალური სექსუალური მოძალადე და ასე შემდეგ ვარამე რატოღაც ჩემი ოჯახის წევრებს
ახსენებდა გვარამია ძალიან ჭკვიანი კაცია და ნიჭიერი და ემოციებს რომ მოთოკავს სხვა პასუხი უნდა გამწეს ახლა ჩემი შვილი რა შუაშია და ჩემი მეუღლე მოკლედ არსებობს ეჭვი გაჩნდა ლეგიტიმური ეჭვი რომ GFK-მ გააყალბა მონაცემები ეს არის ეჭვი ამეჩს რა შველის ამეჩს შველის GFK-მ გააყალბა მონაცემები თუ რუსთავიორმა გააყალბა მონაცემები GFK აწერს ხელს ხო GFK აწერს ამას ხო ორივეს აწერს ხელს GFK თქვენ რაც ფურცლები გქონდა GFK აწერს აი ამ კვლევას ხელს ხო საბოლოოდ რაც რუსთავიორმა გამოკიდა რუსთავიორმა შეუკვეთა და კონტრაქტის მეორე მხარეს არის GFK და GFK აწერს ამას ხელს ხო რუსთავიორში სოციოლოგები ხო არ არიან კი ბატონო ანუ GFK-ის თემაა გაყალბება და არა პრინციპში დღეს ნიკა გვარამიას ბრიფინგზე რაღაცნაირი დისტანცირების მცდელობაც იყო მაგრამ ჩვენ მხოლოდ ვაქვეყნებთ იმას რაც ჩვენამდე მოდის ჩვენ ვერავინ პასუხისმგებლობას იმას რაც წერია ეს კითხვა არის ლეგიტიმური. მე კი არასოდეს მე არ მithქვამს, რომ ეს არის მტკიცებულება. რატომღაც ესე ჩაითვალა. აბა თქვენ რა თქვით? რომ გაჩნდა ეჭვი და ამეჭვის დადასტურება ან უარყოფა საჭირო. მე ხელში მქონდა 5 დღით ადრე ზუსტად ის მონაცემები, რასაც გამოკიდებდა რუსთავი 2 და აქვე მქონდა მონაცემები, რომელიც ვიღაცების აზრით იყო ნამდვილი და ეს მონაცემები, რომელიც გამოქვეყნდა არის გაყალბებული, ეს აჩენს ეჭვს რომ კვლევა გაყალდა ეჭვს და ამ ეჭვს უნდა ან დადასტურება ან უარყოფა. ეხლა როგორ შეიძლება ამისი? არსებობს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომელიც უყურებს იმას, რომ საზოგადოებრივი აზრით манипуლირება არ მოხდეს, მას კანონით ეკუთვნის და დღეს შევიტანე განცხადება და არის მეორე მარტივი მეთოდი. გაიხსნას ეს ველი, ეს გახსოვს ყმადაღებული ველი. ყველა მაგაზე ვლაპარაკობთ, რომ ამ პარტიას არ მოწონს, რომ ის ატარებს ველს რაღაცა ფირმა, მეორე პარტიას არ მოწონს, რომ ეს ფირმა ატარებს, გახსნან ტელევიზიებმა თავიანთი ველი და შეიქმნას რაღაც კომპეტენტური კომისია ადამიანებისა, რომლებიც ერკვევიან ამ საკითხში და გაირკვეს სიმართლე. და პასუხად აი ამ ძალიან სრულად ლოგიკური და ლეგიტიმური მოთხოვნისა ან თხოვნისა მივიღეთ ჩემდამის შეურაცხყოფების კასკადი, თითქოს მე ვიღაცის მეშვეობით ქართულ ოცნებაზე ვიდეოებს ვაწვდიდი, ნუ ახლა ერთ წუთში იძახის, რომ ჩემი მეუღლე მისი მეგობარია და მეორე წუთში ამბობს, რომ ელისო კილაძის მეშვეობით ვამყარებდი კავშირს. ახლა ამაზე არ გავაგრძელებ, ეს არის თავიდან ბოლომდე აბსურდი. მოდით ამაზე ნუ ვილაპარაკებთ, საქმეზე ვილაპარაკოთ. დაუშვოთ, მე ვარ ყველაზე ცუდი კაცი მსოფლიოში, გაარკვნილი, გათახსირებული და ასე შემდეგ. მაგრამ მე რაღაცა ხო მოვიპოვე ჩემი განაცემის ფარგლებში და საზოგადოებას გავაცანი. რაღაც ეჭვის ელემენტი ხო არის ამას. ყურადღებას იმსახურებს. შემიძლია დაგიდასტუროთ როგორც ერთმა ჟურნალისტმა. კი ბატონო, მე ასად არ მithქვამს. ეს ისტერია და ეს უკვე манипуляციების თემა ისეთი დოზით რომ ამორჩევს ძალიან. ეს ისტერია და ეს ქნევა აი გათახსირებული კაცი, სექსუალური კაცი და ისო გამოვიდა ციკლაური და შალვარამიშვილის სერიოზულ კომენტარს არ გავაკეთებო. ძვირფასო ნაციონალური მოძრაობის წევრებო, ძვირფასო რუსთავი 2-ის მესვეურებო. მე არც ეხლა ვამბობ რომ თქვენ აყალბებთ და გამყალბებელი ხართ, მაგრამ გაჩნდა ეს ეჭვი და მოდით რა დაადასტურეთ ან უარყავით თუ დაადასტურებთ რომ მართლები ხართ ბოდიშს მოგიხდით და ხელებს შალო აპირებთ რომ იყვეთ ბოლომდე ამ საქმეს ნუ ბოლომდე რას ნიშნავს ახლა ბოლომდე ნიშნავს რომ რაკიღა ეჭვი გააჩინეთ წესით მოვალეობაც რაღაცნაირი პასუხისმგებლობაც არსებობს რომ გაარკვიოთ ეს ჩემი კომპეტენციის და ჟურნალისტური გამოძიების თუ გადაცემის ფარგლებში რა თქმა უნდა ამას გავაკეთებ მე არა ვარ საგამოძიებო ორგანო არც სოციოლოგი არა ვარ ჩემი აზრით გამოსავალი არის რომ შეიქმნას კომპეტენტურ სოციოლოგთა ჯგუფი რომელიც სწრაფად შეისწავლეს იმ ველს რომელიც აქვს როგორც იმედის შემადგენლობას იმედმა ხო ჩაატარა არა exit კვლევა და ასევე GFK-ის ხო და გვითხრან ეხლა ეგ ძალიან მალე მოწმდება ალბათ და გვითხრან და ეხლა რაღაცა ნოტარიუსი იმის ბიძაშვილია და შეთქმულების თეორია რომ მე რაღაცა ვიდეო მქონდა კომპრომატი ნუ ეხლა ეს არა სერიოზულია ჯიჯი ეს არ არის სწორი ეს არის თემიდან გადახვევა და არ გვეკადრება თუმცა იმეთთან დაკავშირებითაც არსებობს კონკრეტული ეჭვები სხვათა შორის და პირველი ვაპირებთ რომ ვაჩვენოთ ორივე exit poll-ი 8 საათზე როდესაც გაიხსნება ჩვენ აუდიტორიას არჩევნების დღეს ეგნება შესაძლებლობა რომ ყველაფერი ნახოს ვირას იმედმა გააკეთა განცხადება რასაც მე ვიწონებ ხო და შენც ალბათ მოგწონს ეს განცხადება რომ იმედი მზად არის გახსნას ეს ველი გააკეთა ეს განცხადება ხო გააკეთოს იგივე განცხადება რუსთავი 2-მა და დამთავრდება თუ მე ვიტყუები და ეს ფურცლების ფრიალი არ არის სწორი კი ბატონო კიდევ ერთხელ ვიმეორებ ბოდიშს მოვიხდი მე არასოდეს არ მithქვამს დღეს რომ
გაყალბებულია რუსთავი ორმა გააყალბა. ამას ვერ ნახავთ თქვენ. მე გამოვთქვი ეჭვი და შენ არ გიჩნდება აი ამ ჩემი ქმედებების მერე ეჭვი? ეჭვი მიჩნდება. ხო და ეგ არის თემა, მე ეჭვი ბევრი რამის მიმართ მიჩნდება, საერთოდ სკეპტიკური პროფესია მაქვს და ეჭვიანი ასე რომ კითხვის დასმა. ანუ მე სისულელე არ ვთქვი არა. მე ხო არ ვთქვი ისეთი რაღაც, რაც დაცინვის ღირსია. ხო და მოდი გავარკვიოთ რა. აი შალვა, მაინც ვიდრე გაგიშვებ, მაინტერესებს რა გამოიწვია ლოიალური დამოკიდებულება ესეთი პირადად შენი იმედის მიმართ და აი ეს აუდიო ჩანაწერი მქონდაო რომ ამბობენ ზოგადად აი ახლა არანაირი იცი რა ერთი წუთით ადრე მახსოვს ამბობდი რომ რუხაძესთან თემასთან დაკავშირებით არ იქნებოდა მარტივი თემა რა კიღა ეთერში ყავს მაინც ეგ თემა გადანაცვლებულია სასამართლოში და მე არც სურვილი და არც უფლება არ მაქვს რომ ეხლა ვილაპარაკო სასამართლო გაარკვევს იმას ამ საჩივრებთან და ყოველივე შემდგომთან დაკავშირებით სასამართლო კომპეტენტური სასამართლო გაარკვევს და მე გამართლდები ბუნებრივია და ეხლა ანუ იმედის და ირაკლი რუხაძის წინააღმდეგ ბრძოლის რეჟიმი ძალაშია ოღონდ სასამართლოში არა ეგ სხვა რაღაცა მე მიჩივლეს იმ თემაზე და ის რომ მივა მე უკვე შევხედავთ როგორც არის კარგი ჩავა რამიშვილი ჟურნალისტი იყო ჩვენთან ეთერში ბუნებრივია ჩვენ როგორც ჩემი გადაცემა რვიანი ასევე ჩემი კოლეგების მიადევნებს თვალს აი ამ წინასაარჩევნო შესაძლო манипуляციების თემას საზოგადოებრივი აზრის უკვლევის საკითხი ჩვენ დავბრუნდებით რეკლამის შემდეგ უკვე ბიძინა ივანიშვილის განცხადებები იქნება ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილის მთავარი თემა ჩვენ ვუმასპინძლებთ თავისუფალი დემოკრატების და ლეიბორისტების წარმომადგენლებს ჩვენ ნახეთ დღეს ის რომ ივანიშვილმა მეორე ადგილი უწინასწარმეტყველა მოულოდნელად თავისუფალ დემოკრატებს ნახოთ რას ფიქრობენ ისინი თავად